მინდა პასუხო ბატონი კობახიძის გუშინდელ კომენტარს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მზია ამაღლობელის შესახებ, რომელიც მან გააკეთა რუსთავი 2-ის ეთერში. უპირველეს ყოვლისა უკვე მე რამდენად ბატონმა კობახიძემ საჯაროდ და დაუფარავად აჩვენა სად პოზიციონირებს ამ კონკრეტული ბრალდების საქმეში. მან საჯაროდ და დაუფარავად აჩვენა, რომ იგი პოზიციონირებს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და ნებისმიერ ფასად სურს იხილოს ის პატიმრობაში. გუშინდელი განცხადება, მისი განცხადება იყო მორიგი აშკარა და უხეში დარღვევა მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლების, რაც მისი კონსტიტუციური უფლებაა. ამ უფლების პატივისცემა მოიხსენებათ ევალება თავად მოსამართლეს და პროკურორსაც კი, არათუ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს. და თავად მოსამართლეს და პროკურორსაც კი ეკრძალება, იქამდე ვიდრე განაჩენი არ შევა კანონიერ ძალაში, რაიმე გარემოებებზე ისაუბრონ დადასტურებით და დარწმუნებით, რომ ადამიანმა ჩაიდინა ეს თუ ის ქმედება. მოცემულ შემთხვევაში კი ბატონი კობახიძის კომენტარები არა მხოლოდ მზია ამაღლობელის უფლების დარღვევას ემსახურებოდა, არამედ ამავდროულად ემსახურებოდა მზია ამაღლობელის მიმართ ნეგატიური საზოგადოებრივი განწყობების შექმნას. მინდა კონკრეტულად ვუპასუხო მის ყოველ ფრაზას. კონკრეტულად მან თქვა, რომ მზია ამაღლობელმა პირველი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, შემდეგ მზია ამაღლობელი მოქმედებდა დავალებით, მისი დარკვეთა იყო შეურაცხყოფის მიყენება პოლიციელისადმი და შემდეგ მან ბრძანა, რომ მისი დარკვეთა იყო პოლიციელის ღირსების შელახვა. ამ ფრაზებიდან ბატონ კობახიძეს მინდა დავუდასტურო, რომ მზია ამაღლობელის ქმედება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ როგორც შეურაცხყოფა. როგორც მან თავად ბრძანა სხვათა შორის, მაგრამ მის და გასაკვირად მინდა მას ვუთხრა, რომ შეურაცხყოფა არ არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება. მან ბრძანა, რომ მზიამ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს. შესაბამისად, ასეთ პირობებში მისი ბრალდება და პატიმრობა გახლავთ უკანონო. შემდეგ მან ბრძანა, რომ მზიას ამოცანა იყო პოლიციელის ღირსების შელახვა. შესაბამისად, მას ასევე მინდა შევახსენო, რომ პატივი და ღირსება არ გახლავთ სისხლის სამართლის კოდექსით დაცული ობიექტი. არამედ პატივის და ღირსების დაცვა ცივილიზებულ მსოფლიოში ხდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რაც არ უნდა უცნაური იყოს ჩვენს ქვეყანაშიც დღემდე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ხდება პატივის და ღირსების დაცვა და არა სისხლის სამართლის წესით, ისე როგორც ეს მზია ამაღლობელის საქმეზე გადაწყვიტეს შესაბამისმა ორგანოებმა. სწორედ ამიტომ არაერთხელ მოვითხოვეთ სასამართლოსა და გამოძიებისაგან ამ საქმის შეწყვეტა მზია ამაღლობელის ბრალდების საქმის და მზიას გათავისუფლება უკანონო პატიმრობისაგან. დიახ, პოლიციელის შეურაცხყოფა არ ისჯება სისხლის სამართლის წესით და კერძოდ კი მზიასთვის ინკრიმინირებული მუხლით, არამედ შესაძლებელია წარმოადგენდეს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ისიც გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებისა და მტკიცების ტვირთის სათანადოდ გაწევის პირობებში. ეხლა რაც შეეხება იმას, თუ რა დააბრალა ბატონმა კობახიძემ მზიას გუშინდელი განცხადებით. მან დააბრალა მზიას, რომ ის მოქმედებდა დავალებით და შეკვეთით. ეს არის სრული სიცრუე და ეს არის სიცრუე არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვამბობთ ამას მზიას მხარე და დაცვის მხარე. არამედ ეს არის სიცრუე იმიტომ, რომ მზიას ბრალდების ფორმულირებაში არსად წერია, რომ ის მოქმედებდა ვინმეს დავალებით ან დაკვეთით. მისი ბრალდება უბრალოდ ამას არ ითვალისწინებს. მზია ამაღლობელი ბრალდების დადგენილების თანახმად, ისე როგორც ეს წერია ბრალდების დადგენილებაში და ისე როგორც პროკურატურა ამას ამტკიცებს მიმდინარე სასამართლო განხილვებისას, მოქმედებდა პირადი მოტივებით ბატონი დგებუაძისადმი. რა სხვაობაა პირადი მოტივებით მოქმედებასა და სხვისი დავალებით მოქმედებას შორის, იცის ელემენტარული სამართლებრივი ცოდნის მქონე ნებისმიერმა ადამიანმა. ამიტომ არ შევუდგები აქ ამის ახსნას. გარდა იმისა, რომ მზიას ბრალდება არ არის სხვისი დავალებით მოქმედება, საქმეში არ არსებობს ამ გარემოების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულებაც კი. შესაბამისად, ბატონი კობახიძის ეს განცხადება სიცრუეა. თუ კი ბატონ კობახიძეს აქვს პრეტენზია, რომ მან სიმართლე გაახმოვანა ეთერში და მან ამ საქმეზე იცის იმაზე მეტი, ვიდრე ეს იციან ამ საქმის გამომძიებლებმა ან პროკურორებმა, მოვუწოდებ მიმართოს გამოძიების ორგანოს და მისცეს განმარტება, თუ რა იცის ამ დავალების შესახებ და კონკრეტულად რა დავალება მიიღო მზია ამაღლობელმა, ვისგან მიიღო ეს დავალება და რას შეეხებოდა ეს დავალება.
სამწუხაროდ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ცდილობენ სიცრუის გავრცელების გზით მოახდინონ მზია ამაღლობელის დისკრედიტაცია. მაგალითად, საჯარო სივრცეში არსებობს როგორც თავად კობახიძის, ასევე სხვა მაღალი თანამდებობის პირების არაერთი განმარტება, რომ მზია მერგრად წოდებული სტიკერი მიაკრა პოლიციელ ზურგზე. ამ განცხადებას ტირაჟირებდნენ არაერთ მათ საჯარო გამოსვლაში, რაც ასევე სიცრუეა. და ესაც სიცრუეა არა მხოლოდ იმიტომ, რომ არ მომხდარა და ან იმიტომ, რომ ჩვენ ვამბობთ ასე. არამედ იმიტომაც, რომ ამგვარი პრეტენზია მზიას მიმართ არც პოლიციას ჰქონია და არც პროკურატურას. მიუხედავად ამისა, ამას ხელი არ შეუშლია ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისათვის, მათ არაერთ კომენტარში ემტკიცებინათ, რომ მზია ამაღლობელმა სტიკერი მიაკრა პოლიციელ ზურგზე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მან სტიკერი მიაკრა პოლიციის შენობის ღობეზე, კონკრეტულმა სპიკერებმა კი ღობე შეცვალეს პოლიციელის ზურგით და ისე მიაწოდეს ეს ინფორმაცია საზოგადოებას უხერხულობის განცდაც არ ჰქონიათ და უფრო მეტიც შემდგომ არც ერთ მათგანს ბოდიშიც კი არ მოუხდია ამ სიცრუის არაერთხელ ტირაჟირებისათვის. საზოგადოებას მოეხსენება, რომ ამჟამად ბათუმის სასამართლოში მიმდინარეობს მზია ამაღლობელის საქმის განხილვა. მზიას არ აკმარეს უკანონო დაკავება, ძალადობა, შეურაცხყოფა, ყალბი დოკუმენტების შედგენა, ისეთი სამართალდარღვევების ჩადენის დაბრალება, რაც მას არ ჩაუდენია, მას არ აკმარეს უკანონო პატიმრობა და უკანონო ბრალდება და ბრალდებით მანიპულირება. ყოველ პროცესზე ცრუ მოწმე პოლიციელების წარმოდგენა რიგრიგობით, არაერთი მათგანი გამოვკითხვეთ უკვე. ამას დამატებული ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების არაერთი და იმგვარი კომენტარი, რომლებიც ასეთი ხელაღებით არღვევს მის უფლებებს და ადასტურებს სწორედ იმას, რომ სამწუხაროდ, დიახ და დადასტურებულად მზია ამაღლობელის საქმე ორკესტრირებულია ხელისუფლების ყველა შტოს მონაწილეობით. საჩივარი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სასამართლოში გაიგზავნება მოკლე დროში, განცხადება ამის თაობაზე არაერთხელ გავაკეთეთ, თუმცა ვინაიდან მზია ამაღლობელის საქმეში დარღვევები იმდენად ფართო სპექტრის არის, მის საქმეში დარღვეულია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის თითქმის ყველა მუხლი და ეს თითქმის ყველა მუხლი დარღვეულია არაერთი ასპექტით. ამიტომ ამ საჩივარზე მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა, დასრულება და განახლება, ვერ ვასწრებ დარღვევების დაფიქსირებას, რომ ახალი და ახალი დარღვევა ემატება. თუმცა უახლოეს დღეებში დასრულდება ამ ეტაპზე ეს საჩივარი და უახლოეს დღეებში გაიგზავნება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.